კარგი, როგორც ხშირად გვინახავს ამ პრეზიდენტთან, ეს თვიტი ძალაშია შემდეგ თვიტამდე. ეს ყველამ ვიცით. მაგრამ მაინც შეგვიძლია დეტალურად წავიკითხოთ ეს. ესე ზოგჯერ ეს რისკიანია ტრამპთან, რადგან ხანდახან კიდევ ერთხელ ფორმულირება შეიძლება შეიცვალოს. თუმცა არის რაღაცები, რაშიც ის ძალიან თანმიმდევრულია, მათ შორის ამ თვიტშიც. ესავე უნდა ვთქვა დავით, რომ დაუბრუნდეთ იმ იმას, რაც ადრე ვთქვით. ყველა მთავარი ისრაელის ტელეარხის 8 საათია მთავარ საინფორმაციო გამოშვებამდე ფუს შეტყობინებები იყო იმის შესახებ, რომ ისრაელი ესკალაციისთვის ემზადებოდა. ისრაელი ემზადებოდა ამერიკული დარტყმებისთვის ირანზე. ეს იყო სულ მცირე ის გზავნილი რომელიც ისრაელის გადაწყვეტილების მიმღებებსა და ლიდერებს სურდათ, რომ საზოგადოებას მიევო დღეს საღამოს 8 საათზე. და აი ნახევარი საათის შემდეგ ეს გზავნილი თითქმის 180 გრადუსით, თითქმის სრულად შეცვლილია დონალდ ტრამპის ამ განცხადებით. ესე რომ შეიძლება ეს გზავნილები პრეზიდენტზე ზემოქმედების მცდელობა იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში სულ მცირე მოკლევადიან პერსპექტივაში ჩანს, რომ ეს არ იმუშავა. ან იქნება ეს საზოგადოებისთვის ნებისმიერი შესაძლო სცენარისთვის მოსამზადებლად იყო განკუთვნილი.